შეიძლება რომ ერთხელ მაინც გრძნობდი რომ შენ ქვეყანას უყვარხარ. გავხარ თუ არა გეგა კობახიძეს. და 20 წუთი იყო რაღაცა ეს საშინელი სიჩუმე. ადამიანების მოსყიდვა პირველ რიგში არის ძალაუფლებაში მოსული ადამიანის დიდი ინტერესი. მომივიდა უკვე ინფორმაცია რომ რაღაც გარკვეულ ფირმებში დაბლოკილი ვარ. ღელავ თუ არა ამ დაკარგულ დროზე? არა. და შენი თავიც ხო არ აღმოაჩინე ამ პროცესში? ჩემი თავიც აღმოაჩინე, კი. ამიტომ ტატუ უნდა გაიკეთო 40 რო გადაცდები მე. როგორ გამომეყარა ამდენი მოღალატე? დიდქოციანობას როგორ მოუყვებოდი ჩემს შვილებს? ანდროს დაჭერას ძალიან დიდი გავლენა აქვს, რა თქმა უნდა. ორი ცხოვრება არის, რაც ადრე გქონდა და რაც ახლა არის. ყველაზე მეტად მენატრება დროის გატარება სინანულის გარეშე. რომ მითხარი თავიდან რო აწარმოებდგინა რო აკითხებოდი ამდენ ხოლმე მეც არ წარმომედგინა რომ ხელოვანი უნდა იყოს სარკე იმ ყველაფრისა რაც მის გარშემო ხდება რომ უკან თუ დაიხიე უკვე ნიშნავს მორჩა შენი ხმა ყველაფერს გართმევენ ტვენიდან არ გტოვს მაინც არც ერთი მათგანი არ გატყდა რაღაცა იმედს ატარებენ რომ ხედავ მათ სახეებს ხო იმედი გეძლევა ყველოვნებან თავს არა გვოგდანებებს სალამი, თქვენ უყურებთ YouTube არხ მისმინეს, ეს არის პოდკასტი ვიკასთან და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის განსაკუთრებული ადამიანი. მანამდე გეტყვით, რომ უნდა გამოგვიწეროთ, უნდა იაქტიუროთ, დაგვიკომენტაროთ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა ჩვენი პოდკასტისთვის, ჩვენი არხისთვის და გვიპოვოთ TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, ყველგან ვართ, სადაც კი შეიძლება დღეს ვიყოთ. მოკლედ, ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ირაკლი კვირიკაძე, მსახიობი და უკვე სამოქალაქო აქტივისტი და ჩემი აზრით ამ ქალაქში ყველაზე ლამაზი ბიჭი, ვიცი რომ გააპროტესტებს ახლა ამას და სხვათა შორის ირაკლის არ უყვარს ხოლმე ინტერვიუები, მაგრამ რაღაცნაირად მაინც მოვახერხე რომ დღეს ის ყოფილიყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მასთან დღეს ვისაუბრებთ კინოზე, მის სამოქალაქო პოზიციაზე, თაობაზე, რომელსაც ის წარმოადგენს და იმედია რომ საინტერესო ინტერვიუ და საინტერესო საუბარი გამოვა. ირაკლი მოგესალმები, მადლობა რომ აქ ხარ და მადლობა რომ პასუხობ ჩვენი პოდკასტის კითხვებს და პირველ რიგში მე მაინც როგორც მსახიობს ისე მინდა რომ მოგმართო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად გხედავთ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე, შენ ხარ მსახიობი. ვიყავი ყველა შემთხვევაში აქამდე. ხო. და რას ნიშნავს იყო კარგი მსახიობი და ნიჭის გარდა რა არის კიდევ საჭირო იმისთვის, რომ იყო კარგი მსახიობი? ან გამიჭირდება ამ კონტექსტიდან როგორც შენ დამახასიათე აქედან მსჯელობა, მაგრამ იცი რა, ძალიან პირდაპირ კავშირში არის, როგორ ვითარდები ცხოვრებაში, როგორც ადამიანი, ისე ვფიქრობ პირველ რიგში. და ამიტომ არის, ხო, ყველაფერი ეს რაღაცა პოზიციებიც, ხო, რაღაცა ესეთი ჩამოყალიბებულ პოზიციებს ვიღებ და გადაწყვეტილებებს ვიღებ, იმიტომ რომ ასევე პროფესიულადაც მეკუთვნის, რომ ესე მოვიქცე, იმიტომ რომ სათქმელი ყოველთვის უნდა იყოს შენში, როგორც ადამიანში და როგორც მსახიობში და ამიტომ ეს მართლა რაღაცა ერთ ორგანიზმად ვხედავ ამას, შენს პროფესიულ განვითარებას ამ მიმართულებით, სამსახიობო მიმართულებით და შენს მოქალაქეობრივ ადამიანურ განვითარებას. და ეს მნიშვნელოვანი არის, რომ ორივე კონდეს, აი, მე ვიცი მსახიობები გარდასახვის წარმოუდგენელი შესაძლებლობებით, ძალიან ნიჭიერები, მაგრამ მათი სამოქალაქო პოზიცია არ არის მაინც და მაინც ისეთი, რომელიც მე მომწონს. მნიშვნელოვანია მაინც ფიქრობ სამოქალაქო პოზიცია მსახიობისთვის, ფეხბურთელისთვის, არ ვიცი, ოპერის მომღერლისთვის. კი, მაგრამ ეს სამოქალაქო პოზიცია არ აუცილებლად პოლიტიკური პოზიცია. ეს არ იგულისხმება, შეიძლება ვიღაცა სხვა პოლიტიკური მიმართულება ქონდეს, მაგრამ კარგი მსახიობი იყოს, მაგრამ განვითარება როგორც ადამიანის რას აკეთებს თავის განვითარებისთვის, როგორ ფუნქციონირებს აწმყოში, როგორ არის, რამდენ კონცენტრაციას დებს, მომავალს როგორ ხედავს, რას აკეთებს ამისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თორე პოლიტიკური გემოვნება, რა თქმა უნდა, რომ ადამიანებს შეიძლება ქონდეს სხვადასხვა ეს არ აღიქმება პირდაპირ მაინც და მაინც აღიქმება სცენაზე. ხო, რაღაცა ნიჭთან ესე შეიძლება ეს არ ვქო, თუმცა დღევანდელი რეალობით თუ ლაპარაკობთ, დღევანდელ რეალობას მე არ აღვიქვამ, როგორც რაღაცა
პოლიტიკურ კონტექსტში აუცილებლად ეს გაცდენილი არის ჩემთვის პოლიტიკურ კონტექსტს და მაინც მივდივარ თუ ადამიანურ უკვე რაღაცა სამოქალაქო პოზიციასთან, იმიტომ რომ დღეს კაფეოდ ჩანს ეს რომ ეს არ არის რაღაცა პარტიების შორის არჩევანი, ეს არის ეგზისტენციალური საკითხი, ვიარსებებთ თუ არა რუკაზე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. ამის საკითხი და ამას ვინც არ ეთანხმება ის იმ მსახიობისაც არ მჯერა რომ არ მოგატყუოთ და არც მიმაჩნია რომ მაგ მხარეს ნიჭიერი მსახიობი დგას დღეს. შეიძლება დგას, მაგრამ მე არ მიმაჩნია. საერთოდ როლში შესვლა როგორ ხდება? ვინმე რეალურ ადამიანს წარმოიდგენ ხოლმე? არა აუცილებლად ყოველთვის, მაგრამ რა თქმა უნდა რომ დაკვირვებით და რაღაცა პატარ-პატარა იმეების აღებით და პაროდირებას აკეთებ. პაროდირებას არ ვაკეთებ. სიტუაციურად შეიძლება გამახსენდეს იმ კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტული ადამიანი და მე აქედან უკვე რაღაცა ჩემთან დავალაგო. მაინც მე ვარ პაროდიას ესე არ ვაკეთებ, მაგრამ ნუ რაღაცა მგრძნობელობით იმას ვცდილობ რომ სხვა იმაში გადავიდე. და რა უფრო რთულია შენთვის ითამაშო გმირი, რომელიც შენთან ახლოს არის, თუ ის, რომელიც შენთვის უსიამოვნოა და მიუღებელია? ორივე ძალიან რთულია, იმიტომ რომ ერთის შემთხვევაში აღსარება არის და მეორეს შემთხვევაში არის სხვა ადამიანის რაკურსით უყურებ სამყაროს. ორივე რთულია, მაგრამ რო იძახიან რომ ის მსახიობი თამაშობს თავის თავს ამ კონკრეტულ სპექტაკლში ან კინოში და ეს გონიათ რომ არის ადვილი, არ არის ადვილი, იმიტომ რომ შენი თავის რაღაც აღსარების ჩაბარება და ეს სახალხოდ გამოტანა რაღაც შენი შიგნიდან და იყო ამაში მართლა ბუნებრივი, ავთენტური და მართალი, არის საკმაოდ რთული. და უცხო რაღაცა სხვა, აი მაგალითად თამაშობ ადამიანს, რომელიც არსებობდა მართლა ხო და მასალა გაქვს იმის როგორ ურთიერთობდა, როგორ არსებობდა რაღაცა კონკრეტულ სიტუაციებში, ეს სადღაც რაღაცა მხრივ ალბათ საქმეს ოდნავ გიმარტივებს. თუმცა ალბათ მე იწყება შედარება, როცა თამაშობ ადამიანს, რომელიც არსებობდა, მე იმას ადარებენ ხოლმე როგორც წესი, რა აი გაავს გარეგნობით, აი რამდენად კარგად გადმოსცემს და გამოხატავს იმ ადამიანს და იმ პერსონაჟს და მე იწყება ხოლმე შედარება და კრიტიკა. ბუნებით გადმოცა ეს ადამიანი, თუ გვინახია ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი იმის, რომ შეიძლება მსახიობი საერთოდ გარეგნულად საერთოდ არ გავდეს იმ ადამიანს, რომელსაც ანსახიერებს, მაგრამ თავი არის რომ რაღაც გრძნობათა ბუნება წამოიღო და ეს ამის გჯეროდეს და ეს გადმოცა. აი გეგა კობახიძის თამაში რთული იყო შენთვის? ფსიქოლოგიურად რთული იყო, იმიტომ რომ რთული ტრაგიკული პერსონაჟი არის, ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება, ხო და გარდა იმისა ჯერ ეს ერთი მაშინ ბატონი მიშა ცოცხალი იყო და ქალბატონი ნათელა დღეს კარგად არის, მაგრამ ან პასუხისმგებლობა კიდე იყო, რომ ვიცოდი, რომ შეიძლება ამ ადამიანებს ენახათ ეს ფილმი და ამიტომ კიდე რაღაცა მირთულებდა ეს. ამაზე ფიქრობდი? კი, ამაზე ფიქრობ და ჯერ ისეთ შევხვდი ორივეს და ორივეს ვესაუბრე ბევრი და რაღაცეები ვკითხე და რაღაცეები წამოვიღე და მახსოვს რომ ბატონ მიშასთან რო ვიყავი მისული მითხრა რომ ძალიან დიდი ხანი იჯდა ჩუმად. გეგას მამაზე საუბრობ. გეგას მამაზე საუბრობ და შევედი დამსვა მაგიდასთან დამიჯდა თვითონაც და პირველი დაახლოებით 10-15 წუთი ხმარა მოვუღია, უბრალოდ მიყურებდა. მე თვითონაც საკმაოდ მორცვე ვიყავი, მაშინ მithumetes 22 წლის ვიყავი და მე თვითონაც ვერ გავუპეტე ვერაფრის თქმა და 20 წუთი იყო რაღაცა ეს საშინელი სიჩუმე, მიყურა და მე 20 წუთში მითხრა რომ ხვდებიო რატო აგარჩიეს შენო, იმიტომ რომ განწყობით გავხარო და ნუ ეს იყო ჩემთვის უკვე იმის ჯერ არ მქონდა გადაღება დაწყებული ეს წინამოსამზადებელი პერიოდი იყო და ეს უკვე იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და გამბედაობა შემატა იმისთვის რომ მეთამაშა ეს როლი. სხვათა შორის მე მკითხვად მქონდა გავხარ თუ არა გეგა კობახიძეს, ანუ გაიჭერ თუ არა რაიმე მსგავსებას და გარეგნულს ვერა. თუნდაც არა მხოლოდ. ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდს ეხება ეს ფილმი საქართველოს უახლესი ისტორიის და შენი დამოკიდებულება ამ ისტორიის მიმართ როგორია? ძალიან რთულია და არა მაქვს აქ რაღაცა ერთი მიმართულებით ჩამოყალიბებული აზრი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ძალიან ტრაგიკული ისტორია არის მათთვის, ასევე ბევრი სხვა ადამიანისთვის, ვინც თქვათ ძალაუნებურად იყო გარეული ამ ამბავში. მაშინ როცა გეგა ვითამაშე, მე მაშინ სხვა
ადამიანების განწყობას არ ვითვალისწინებდი, იმდენად რამდენადაც კონკრეტულად გეგასი იყო ჩემთვის მაშინ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სხვა მხრიდან შემეხედა შეიძლება გაერთულებინა საქმე და ამიტომ რაღაცა ერთი მიმართულებით უყურებდი და დღეს ხო დავშორდი უკვე ამ ისტორიას და ბევრი წელია გასული, ფაქტობრივად 10 წელია გასული, რაც მძევლებში ვითამაში ხო, იმის მერე დღეს უკვე სხვანაირად უყურებ, იმიტომ რომ რაც წლები გემატება ადამიანების სიცოცხლესაც კიდევ უფრო სხვანაირად აფასებ და ძალიან ტრაგიკული ისტორია არის მთლიანად და არა მხოლოდ ბიჭებისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ ადამიანებისთვისაც და მათი ოჯახებისთვისაც ვინც იყვნენ თვითმფრინავში და საერთოდ ფიქრობ რომ ამ ისტორიის რაღაც რომანტიზება არასწორია, იმიტომ რომ ამ მშრალი ფაქტებით მირჩევნია ამის ჩვენება და ძევლებიც მგონია რომ ყველაზე ახლოს არის სინამდვილეში რეალობასთან, იმიტომ რომ ძევლები აღებული არის მშრალი ფაქტებისგან, არ არის იქ რაღაცა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას უტოვებს ხო, მაყურებელს. იქ რაღაცა გალამაზებულად არ ცდილობდით მე მგონი ყოველ შემთხვევაში რა, იქ რაღაცა ხო, აი ხო არის რაღაცა გადმოცემით, რომ ძალიან ბევრი ლეგენდები დადიოდა ხო ამ ისტორიაზე, ყველას თავისი ინფორმაცია ჰქონდა, ყველას თავისი ვერსია ჰქონდა, რაღაცა და დათოს ტურაშვილის წიგნიდან ჰქონდა ხალხს ამოღებული რაღაც ისინი, რომელიც ეგონათ, რომ ნამდვილი იყო და სინამდვილეში ეს არის მწერილის რაღაცა თავისი ფანტაზია ხო, რომ ციხეში თქვათ გეგა და თინა ერთმანეთს შეხვდნენ, იქ რა ვიღაცამ ტყვიები მიუტანა მშობელს, იქ რა ვიღაცამ ერთ-ერთ მშობელს უთხრა, რომ ორი შვილიდან ერთ-ერთს გადაგირჩენ და აირჩე. ესენი არის მითები, რომლებსაც სამწუხაროდ ადამიანებს ჯერათ და ძევლებში არ არის ეს. ძევლებში არის ის ფაქტები, რა ფაქტებიც ვიცით პატიმრების უბრალოდ დახვრეტილი ადამიანების მშობლებისგან და თვითმფრინავში მყოფი ადამიანებისგან, მე მაგალითად ვესაუბრე ასევე სტიუარდესას, რომელიც თვითმფრინავში იყო. და მასთანაც მაქვს გასაუბრებელი. ანუ სანამ ბევრს ესაუბრებოდი? ბევრს და არქივები გვაქვს სასამართლოებიდან აღებული და ხო, ძალიან ბევრ ადამიანთან გვაქვს ამ თემაზე ლაპარაკი. და ყოფილა შემთხვევა, რომ როლმა თავად შენ შეგცვალა, შენი შეხედულებები, ქცევები, შენი ცხოვრება, არ ვიცი, რაღაც სხვანაირად დაგაფიქრა. ამის მერე ამ თემასთან ამ როლზე არ საუბრობ ზოგადად ყოფილა თუ არა შემთხვევა. ეს როლი არის ალბათ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ყველაზე მეტი რესურსი მაქვს მაინც ამ როლში ჩადებული და ის პერიოდი მახსოვს, რომ რაღაც პერიოდი გადასაღებ პერიოდი მეგონა რომ მე ვიყავი ეგე ადამიკე. ის კი არ მქონდა რომ მაინც და მაინც გეგა ვარ, მაგრამ ხასიათი ჩემი მეგონა რომ ჩამოყალიბებული იყო უკვე ესე. როგორც კი გადაღებას მორჩი, აბსოლუტურად სხვა იმაზე გადავდა და მივხვდი რომ ეს არ იყო არა ვარ მე ესეთი, ეს იყო ის კონკრეტული პერიოდი, როცა მე ეთყობა ქვეცნობიერად ვცდილობდი რომ დამსგავსებოდი. როლიდან გამოსვლა გაგიჭირდა? არა, არ გამიჭირდა, მალე გამოდი, მაგრამ მივხვდი რომ როლში ვიყავი ის პერიოდი შესული. იმიტომ რომ უცებ გადაღება მორჩა თუ არა, მეორე დღეს რომ დავთქვით რომ დამთავრდა ეს 7 თვიანი გადაღება, მეორე დღეს რომ გავიღვიძე, ვიქცენი რომ ვარ ეხა სხვა ირაკლი და აღარა ვარ ის, რაც ის პერიოდი ვიყავი და ეთყობა მე მივხვდი რომ ეთყობა ის პერიოდი ქვეცნობიერად მაქსიმალურად გარეთაც კი გადასაღები მოდის, გარეთაც კი ვცდილობდი რომ მაინც იმაში ყოფილიყავი. მე რაღაც სხვა შემოვიდა. იმდენად მოცული იყავი ამ ისტორიით, რომ გადაღებასთან მოედნის მიღმაც იყავი თვითქოს გეგა კობახიძე. ხო, ჩემ ტვინში ყოველ შემთხვევაში ის ხასიათი რაც მქონდა, მეგონა რომ იყო ჩემი და უბრალოდ რომ არის. საინტერესოა. ეს როგორც ჩანს ხშირად ემართებათ მსახიობებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, თავარ როლს ასრულებენ, ვინც ამდენ რესურსს დებს საკუთარ გარდასახვაში. ეს ბუნებრივია, ეს არ არის მარტო ის, რომ თქვა რომ იმისთვის რომ ვაი მე რა ნიჭიერია ის რა როგორ შევიდა იმაში. არა, უბრალოდ მოცემულობა შენი რო არის ყოველდღიურია, ეს ადამიანები ისეთ რაღაცებს ვეჩვევით და ისეთ რაღაცები გონია რომ ჩვენი რეალობა არის. ქვეცნობიერი აკეთებს ამას და ამ დოზით რო ხარ მოცული, ხო? ურთიერთობ ძირითადად გეგას მეგობრებთან, ურთიერთობ გეგას მშობლებთან, 12 საათს ატარებ გადასაღებ მოედანზე, გარეთ რო გამოდიხარ, ისევ გადამღებ ჯგუფთან ერთად ატარებ დროს, ისევ სულ ამაზე საუბრობ, ისევ სულ ამის გარჩევა, ყველგან სადაც მიდიხარ და იციან რომ შენ ამ ფილმში თამაშობ, ყველას თავისი ვერსია ისევ ამ ისტორიაზე ეკთა. შესაბამისად ის წელი თლიანად წელიწადი გავატარე ამით მხოლოდ.
და ამიტომ მე მივხვდი რომ რეალურად ეს იყო მე ვიყავი იმდენად მოცული. მაგრამ ეს იყო ფილმი და აი წარმოიდგინე ეს რომ სერიალი ყოფილიყო. ხშირად მსმენია ხოლმე რომ სერიალში მოთამაშე მსახიობები ემსგავსებიან საკუთარ პერსონაჟებს და თან ეს უსასრულოდ გრძელდება და ამის დაიჯერე ამ დონეზე შეგიძლია რომ მართლა დაემსგავს ყველაფერი მიღწევადი არის აბსოლუტურად. ამ დოზით და აი ესეთი რაღაცა შემართებით რო გჯერა რაღაცის ეს აუცილებლად შენი რეალობა ხდება. აუცე უნდა შეეძლოს მსახიობს რომ გაჩნების თამაშობ. ხო, გაჩნების თამაშობ და თან მსახიობს უნდა შეეძლოს რომ რაწამს დამთავრდება ეს პერიოდი რომ მოახერხოს რომ გამოვიდეს აქედან. და მაინც ეს ნიშნავს ალბათ იმას რომ აქვს გავლენა როლს ადამიანის ცხოვრებაზე და შეიძლება რაღაცა შეცვალოს და გაფიქროს და ფსიქიკა შეუძლია რომ შეგიცვალოს ნამდვილად, მაგრამ ნუ ხა იმ დონეზე მე არ შეცვლა რომ ვთქვათ ეს გამეკეთებინა რაღაცა. სულ აი რა გაკლდათ აი ეს ფრაზა მახსენდება რომელსაც თვითმფრინავის ბიჭებს წამოაძახებენ ხოლმე ელიტარული ოჯახის შვილებს, ხომ არ ავლებ რაღაცა ერთგვარ პარალელს, ცხადია მასშტაბი, კონტექსტი და ასე შემდეგ სხვა, მაგრამ ძალიან გავს. სხვა მაგავს. იმ პერიოდს გავს. აი ეს საინტერესოა. ძალიან შეეთქვება კომენტარი რას ებრძვით. რას ებრძვით, ხო რა გინდათ და მაშინ დასავლეთში გასაღწევად სიცოცხლეს სწირავდნენ ახალგაზრდები და დანაშაულსაც კი ჩადიოდნენ. დღეს იგივე ბრძოლა ხომ არ არის, აი უკვე გაღწეულებს უკან გვაბრუნებენ რუსეთში. დაახლოებით ეს არის კი. დაახლოებით ეს არის და აი მოდი ესეთი ეს უფიქრობ ამაზე. აი მაგალითად წარმოვიდგინოთ ერთი წამი, უბრალოდ წარმოდგენაში წავიდეთ, რომ არ არსებობს საგარეო გარე პოლიტიკური პრობლემები. აი მარტო საქართველოს პრობლემა არის შიგნით. აი თქვათ არ არსებობს რუსეთის პრობლემა და არ არსებობს დასავლეთის პრობლემა. მაგრამ შიგნით არის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც არის დღეს. მაგალითად არის კორუფცია, მაგალითად არის მსხვერპლი გამოყავთ დამნაშავედ და დამნაშავე გამოყავთ მსხვერპლად. არის ის რომ ქუჩაში ყოველდღიურად ვიღაცას ესვრიან. არის ის რომ არის რაღაცა დაუჯერებელი რაოდენობა ნარკოტიკების გადაყიდვის და გადმოყიდვის. არსებობს კოლ-ცენტრები ქვეყნის მთავარი ბიუჯეტი დგას კოლ-ცენტრებით გამდიდრებულ ადამიანებს. ეს მდგომარეობა, ეს გარე პრობლემები რო არ გქონდეს რუსეთის და აი ამ ვიზების და ამის. ეს მდგომარეობა ნორმალური არის შიგნით. ეს შეიძლება რომ ქვეყანა შეიძლება რომ ქვეყანა ერქვა ამ მდგომარეობაში. აი ამაზე ძალიან ბრაზდები ხოლმე რომ რაღაცა საგარეო მიმართულებით გადააქვთ ხოლმე მოწინააღმდეგე პარტიის მიმდევრებზე მაქვს ახლა ამ შემთხვევაში საუბარი თუ ყავთ კიდე მიმდევრები და არ არიან მარტო ტროლები ეს ადამიანები. აი ამ საგარეო მიმართულებით რომ რა გვიქნა დასავლეთმა და რა ქნა ამან და შიგნით რა მდგომარეობაც არის. ეს ხო ამას ხო ვერ მოიტყუები რომ ვერ გწნობს რომელიმე ქუჩაში გამოდიხარ ამას ხედავ. ხო? ძალიან ეს მდგომარეობა შეიძლება რომ იყოს მისაღები, შეიძლება რომ ამის განვითარება არ გინდოდეს და არ გინდოდეს რომ ხვალინდელი დღე შენი შვილისთვის ან შენთვის ბოლოს და ბოლოს ხო პირველ რიგში რაღაცა ჩვენ თავს ვაყენებთ ხოლმე პირველ შეიძლება რომ არ გინდოდეს რომ ეს უკეთესი იყოს და მოწესრიგებული იყოს და უსაფრთხოდ გრძნობდეს შენ ქვეყანაში თავს და გრძნობდე რომ შენ ქვეყანას უყვარხარ ერთხელ მაინც იმიტომ რომ რაღაცა არ გაგვივლია ჩვენ ეს არასდროს ქვეყანას და ქვეყანას სამწუხაროდ რომელსაც წარმოადგენს ხოლმე მთავრობები და ხელისუფლება არასდროს არ უგზნებინებია მოქალაქეებისთვის რომ უყვარს სულ არის ჩვენგან ის რომ უკონდიციოდ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა მაგრამ საპასუხოდ არ ჩანს ხოლმე რეალურად არაფერი საპასუხო ამისი და რატო არ გვინდა რომ ერთხელ ეს შევიგრძნოთ და რაღაცა პირველ რიგში შიგნით დავაყენოთ ეს საკითხი რომ აი აქ შეიცვალოს ჯერ რაღაცები საგარეო გასაგებია ხა ამას ხა არ განვავრცობ შეგვიძლია ამაზეც გადავიდეთ მაგრამ და თან რა არის იცი ყოველდღიური ცხოვრება მსახიობისა რომელსაც აწუხებს საკუთარი ქვეყნის ბედი ძალიან შეიცვალა. ჩვეულებრივი პროფესიული საქმიანობის შესრულება თითქოს გახდა უხერხული. ეს არის რაღაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელი, ამას ვერ ვიფიქრებდით, ხო იყო პერიოდი, როდესაც სულ ვამბობდით, რომ ესა თუ ის ადამიანი რაღაც არ გამოხატავს თავის პოზიციას, ან მდუმარეა. ახლა არათუ პროტესტის ავანგარდში არიან, ან პროტესტში არიან ხელოვანები, არამედ
უხერხულად გრძნობენ თავს, როდესაც არიან სცენაზე, როდესაც აქვთ რაღაც როლი, არა და ეს არის ხო მათი პირველადი საქმიანობა. ეს გიგრძნია უხერხულობა, რომ შეიძლება ჩვეულებრივი ცხოვრები ცხოვრობდა როგორც მსახიობი და გქონია ეს მომენტი, რომ ახლა მე აი ამას არ უნდა ვაკეთებ და იქ უნდა ვიდგე ისევ რუსთაველის განძილზე. მე არ მოვიტყუები და მე მგონი ეს პერიოდი საერთოდ არ მეკეთებია სამსახიობო მიმართულებით. ერთადერთი იყო სერიალის გადაღება, რომელიც კონტრაქტით მაქვს უკვე და 2 წელი მთელი აქციების პერიოდი უნდა დაგვეწყო შაშენ სექტემბერში და დავიწყეთ ახლა სექტემბერში. ეს პერიოდი არაფერი სხვა არ გამიკეთებია და ესეც იყო მხოლოდ ჩემ შემთხვევაში იყო 2 დღიანი გადაღება. ამიტომ ამ შემთხვევაში უხერხულობას ვიგრძნობდი თუ ჩვეულებრივად როგორც არაფერი ისე დავბრუნდებოდი ჩემ პროფესიაში ან კიდე სცენაზე ან კიდე რაღაცა მით უმეტეს როცა ჩემი მეგობარი და კოლეგა არის ციხეში, მაგრამ არ ვგრძნობ იმიტომ რომ ფაქტობრივად არც ერთი დღე არა ვარ სხვა. შენ ხარ იმ მცირე რიცხოვან მსახიობებს შორის ქართულ მსახიობებს გულისხმობ, რომელთაც აქვთ ჰოლივუდში თამაშის გამოცდილება. აი რა გასწავლა ამ გამოცდილებამ, რა იყო სრულიად განსხვავებული შესაძლოა შოკის მომგვრელიც კი შენთვის? Netflix-ის შემთხვევაში ალბათ მასშტაბი. რა მასშტაბში იღებენ, რამხელა გადასაღები მოედანია, რამდენი ადამიანი მუშაობს, რამხელა რესურსი აქვთ და რა ტემპი აქვთ გადაღების. ალბათ ეს იყო ხა თითო რო გითხრათ რომ კოლეგების შემილია რომ განვასხვაო ან ქართველისგან ან ამერიკელისგან მოვიტყუები კარგია და არა კარგი არის. ეს მომენტი არ მქონია, მაგრამ თვითონ მიდგომა და პროფესიონალიზმი რა თქმა უნდა რომ აქვთ სხვა, მაგრამ ეხა შედარება საქართველოს მასშტაბის Netflix-ის მასშტაბთან ამერიკული სიგიჟე არის ისედაც, იმიტომ რომ ჩვენი რესურსიდან გამომდინარე ვაკეთებთ ყველაფერს და ჩვენი მდგომარეობიდან. მაგრამ ხო ეგ დანარჩენი ესე გითხრათ რომ ამარტივებს აი ეს მასშტაბი, ეს უშველებელი რესურსი უმარტივებს თორემ თავად მსახიობს თამაშის პროცესს. არა, პირიქით. მართლა? ძალიან სტრესული არის რომ შენ ხარ სადღაც 400 კაციან გადასაღებ მოედანზე და ესეთია ძალიან განსხვავება კიდე იყო ის ძალიან დიდი რამხელა, ის კონკრეტული ხემტურ Netflix-ის რაღაცა action ფილმი იყო და განსხვავება იყო ის რამხელა ფიზიკურ შრომას მოითხოვდა და რას ითხოვდნენ მსახიობებისგან, იმიტომ რომ 4 თვის განმავლობაში ყოველ დღე გვავარჯიშებდნენ, სანამ გადასაღებ მოედანზე მიგვიყვანდნენ 3 საათი. ანუ მიდგომა როგორიც არის მსახიობთან და მსახიობის ვალდებულებებთან არის საკმაოდ ისეთი განსხვავებული. ჩვენ უბრალოდ ამ სტილის ფილმებს არ ვიღებთ და მომწონს კიდეც რო არ ვიღებთ, კიდეც რო გითხრათ რომ ეს სტილი ძალიან მომწონს თქო მოვიტყუებ. დანარჩენი ესე არსებითად დიდი განსხვავება. და შენ რა მოგწონს, რა არის ის შენი გემოვნების კინო როგორია? და საერთოდ მე ართაუსის მიმართულება უფრო მომწონს ზოგადად და რაღაცა უფრო ყველანაირი მომწონს. ყველანაირს ეს ვერ ვიტყვი ესე გამორჩეულად, მაგრამ უფრო ჩემი გემოვნებით უფრო მაინც ალტერნატიული კინოსკენ ვიხრები ვიდრე კომერციული კინოსკენ. და როლი არსებობს, რაიმე როლი, რომელსაც ითამაშებდი? ყველაზე ბანალური კითხვა, რომელსაც ყველა მსახიობს უნდა დაუსვან, მეც უნდა დავსვა, როლი, რომელსაც ითამაშებდი. რაღაცები მიფიქრია და დამავიწყდა. ანუ ძალიან არ გინდა ეთყობა თუ დაგავიწყე. ხო, რაღაც ანუ რამდენიმეზე მიფიქრია, მაგრამ ეხა ესეთი ერთი კონკრეტული აი ამას მე კარგად ვითამაშებდი. საინტერესო იქნებოდა, ხო, მიფიქრია, როგორ გავართმევდი თავს ამ კონკრეტულ როლს. მაგრამ ეხა აი ამ წამს რატომღაც არ მახსენდება. და ვინ არის შენთვის აი ეტალონი მსახიობის? მსოფლიო მასშტაბით. ფილიპ სეიმურ ჰოფმანი არის ესეთი მსახიობი. თუ გახსოვთ რომ მომც ითამაშა ტრუმან კაპოტე და ოსკარიც აქვს ამაშაღებული, ეს არის ჩემთვის ძალიან ენერგეტიკულად არის ძალიან ესეთი მსახიობი, რომელიც ძალიან მოქმედებს ჩემზე ენერგეტიკულად და აღარ არის ცოცხალი. მაგრამ ხო
ვიტყოდი რომ ეგ არის. არის ისეთი როლი, რომელსაც არასდროს არ ითამაშე. ესე კატეგორიულად ხა ესე ვერ ვიტყვი, ის მე კონტექსტში უნდა გავიგო და შეიძლება რა თქმა უნდა რომ არ მომეწონოს და თქვა უარი, მაგრამ ესე რაღაცა მიმართულება რომ ამას არასდროს არ ვითამაშებდი ნაკლებად. შეგიძლიათ ამისახალოს სამი მთავარი პრობლემა, რომელიც აქვს დღეს ქართულ კინოს, არ ვიცი, აი ბიუჯეტი, პოლიტიკა. ბიუჯეტი რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა, ხა რაღაცა შეიძლება დაწეროს, რომ რა თქმა უნდა ბიუჯეტი ვიღაცა ტელეფონით გადაიღოს, მასშტაბურად ესე არ ხდება კინოს, ესე არ იღებენ, რა თქმა უნდა, რომ ამის მაგალითებიც გვაქვს, მაგრამ ბიუჯეტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაღაცა ელემენტი იმისთვის, რომ გადაიღო კინო. მაგრამ არ ვიტყოდი, რომ მთავარი პრობლემა ეს არის, მთავარი პრობლემა არის განათლება. ამიტომ რომ დღეს ამ მიმართულებით არ მგონია, რომ დიდი რესურსი იდებოდეს და პრობლემა არის ძალიან დიდი ასევე სცენარი. სცენარისტების, ხო, ცოტა მაინც ეცე თავარი პრობლემა მაინც არის, მგონია, რომ რაღაცა იდეალისტურად არ უდგებით ხოლმე ამ შემთხვევაში, ყოველთვის მე რა გამოცდილებაც მაქვს და რაც მინახია, რომ რაც გამოვა, ეს მიმართულება გვაქვს და ეს ცუდია. ყველაფერში ცუდია და განსაკუთრებით ამ სფეროში. თეატრი, კინო, სერიალი, სრულიად სხვადასხვა ოსტატობას ითხოვს მსახიობისგან, სად უფრო კომფორტულად ხარ შენ? კინოში. რატო? ხოთაშერს ერთხელ მე მგონი დავით კაცარავამ თქვა, რომ ერთ-ერთ სპექტაკლში თამაშის შემდეგ თქვა, რომ დავით ანჯო ხმამაღლა ლაპარაკის გამო, იმიტომ რომ კინო არ ითხოვს ამდენ ენერგიას. აიო, ვიდექი სცენაზე და ვყვიროდიო, რომ ჩემი ხმა გაეგო მაყურებელსო. არის ცოტა დამღლელი არის. ეს არ ვიცი, არ მიფიქრია. ცოტა დამღლელი არის, მაგრამ ეხა ამას ეს ტექნიკა ამას რომ სწავლობ, მე აღარ არის, მე ბუნებრივად მოდის ის მაღალი ხმა, მაგრამ ექსპრესიულობის მიმართულებით, რა თქმა უნდა, კინო კამერა, როცა ახლოს მთლიან დაღიქოს, არ არის ამ დოზით ექსპრესიულობა საჭირო, რა დოზითაც არის თეატრში. საჭირო, იმიტომ რომ თეატრში რა თქმა უნდა, რომ ყველასთან უნდა მიაწვდინო ეს შენი ემოცია, ანუ გიწევს ავტომატურად გიწევს, რომ აუწიო ამას რაღაცნაირად ერთი იმით ზევით დააყენო და შესაბამისად ტექნიკურად უფრო რთული არის. მაგრამ კინოშიც ის რომ რაღაცა ძალიან ბეწვის ხიდზე გაიარო და ძალიან გემოვნებით გააკეთო ეს ყველაფერი ასევე არის ძალიან რთული. როგორც ჩანს, იმიტომ რომ ხშირად მინახავს თეატრის მსახიობები, რომლებიც კინოში იჭაჭებიან და ძალიან იმიტომ რომ იმ ტექნიკის დაკარგვა უჭირთ და ეს ექსპრესიულობა ეკრანზე არ გამოდის, იმიტომ რომ ეკრანი ისედაც ძალიან ახლოს აღიქოს და ყველა მიმიკას ხედავს და ბევრი არ ჭირდება შესაბამისად რაღაცებს კიდე გაორმაგებულად ხედავს რაღაცას. და რეკლამაში თამაში მსახიობისთვის ადრე მახსოვს უფროს თაობაში ეს ითვლებოდა დამაკნინებლად რა ყოველ შემთხვევაში. ახლა ეს შეიცვალა თითქოს და რამ განაპირობა? არის რამდენი დამაკნინებელი არის ხა ამ მიმართულებით? ხო, არ იღებენ არ მიყვარს მე თვითონაც, იმიტომ რომ უფრო ფინანსური ინტერესი შეიძლება რომ რეკლამის გქონდეს, ვიდრე რაღაცა ის რომ თქვა შეიძლება როგორც მსახიობმა რაღაცა განვითარება მიაღწიო რეკლამით. ამიტომ უფრო ბიზნეს რაღაც მიმართულება არის ამ შემთხვევაში მსახიობისთვის ვიძახი და ალბათ რეკლამასაც გააჩნია. რეკლამასაც გააჩნია, რა თქმა უნდა, ხო, ეხლა მაგალითად PSP-ს რეკლამა გავაკეთეთ, სადაც ხო ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ და იქ არც ხელფასი არ აუღია არც ის მსახიობს და ეს ხო, სხვა რაღაცა იყო, მაგრამ კომერციულ რეკლამას როცა აკეთებ. მადლობა PSP-ს მართლა არაჩვეულებრივი კომერციული კლიპისთვის. შესაძლოა რომ მოგვეცა ამისი ნამდვილად ძალიან დასაფასებელი არის, ხო და აი ეხლა ამ შემთხვევაში არც მსახიობს მაგალითად ხელფასი არ აუღია და ამას რაღაცა კონტექსტი ჰქონდა და ამას мотиваცია ჰქონდა, მაგრამ ბიზნეს მიმართულებით რომ მიდიხარ კომერციულ რეკლამას რო აკეთებ, ხო? რაღაც მარტო ეს არის, რომ რაღაცა იმან უნდა გაყიდოს თავის რეკლამა შენი სახით და შენ ამაში უნდა აიღო და აი არ არის განსაკუთრებულად მომხიბვლელი ეს. ანდრო ჭიჭინაძე რო დაიჭირეს, მახსოვს მოვკარი თვალი ერთ-ერთი გოგონა ლაპარაკობდა, აი ეს ბიჭი დაიჭირეს სარაჯიშვილის რეკლამაში რო არის, როგორ არიცი და მივხვდი რომ როგორც ჩანს არის რეკლამები, სადაც შენი ცნობადობა, ალბათ ეს ანდროს არ მოეწონებოდა, არ ვიცი. მე არ მგონია მაინც რომ ანდრო
სარაჯიშვილის რეკლამიდან იყო პოპულარული. მაგრამ ნუ როგორც ჩანს არიან ადამიანები, ვინც ხო, ნუ ეხლა ესეთ ადამიანს ყოველთვის იპოვისად შეიძლება რომ არის, მაგრამ TikTok-ზე, მე ვიძახე როგორც მსახიობის განვითარებისთვის რეკლამა არ არის, ანუ აქ შეიძლება მარტო გქონდეს ფინანსური დაინტერესება მსახიობს, მით უმეტეს იმ მსახიობს, რომელსაც ასე თუ ისე საზოგადოება უკვე იცნობს. გულწრფელად მინდა რომ იპასუხო, რითი ცხოვრობენ ახალგაზრდა მსახიობები დღეს საქართველოში, კინოთი, რეკლამებით, მეორადი შემოსავლით თუ ცხოვრობენ ეს ადამიანები ერთმანეთით. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს იმისი, რომ თქვა ვიღაცებს შეუგროვებიათ ვიღაცისთვის. ერთმანეთით ხო ალბათ და ცოტა რეალისტებიც რო ვიყოთ ალბათ რაღაცა გარკვეული დანაზოგებით და რეკლამებით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გქონიათ ჩემი მეგობრებს პერიოდები, როცა სულ ზღაფავდნენ და ნუ აქ დროს ერთმანეთი გაქონდა რაღაცნაირად. ის გადაღებებიდან რეალურად რომ გამოიმუშავოთ თანხა რომ ეს იყოს შენი არსებობის ძირითადი წყარო დღეს შეუძლებელია, აი როგორია დღევანდელი კინოინდუსტრია. ნუ მომხდარა ეხა ამ პერიოდის განმავლობაშიც რომ თქვათ რაღაცა რეკლამა გამოჩენილა ვიღაცის ცხოვრებაში ან რაღაცა და იმას ცოდნია მდგომარეობიდან გამომდინარე რომ თქვათ ეს თანხა რომელიც რეკლამაში აუღია როგორ უნდა გამოეზოგა რომ იცის რომ შეიძლება კიდე დიდი ხანი რაღაცა ვერ მოხდეს ვერ დავბრუნდა მე ჩემ პროფესიაზე და შესაბამისად ამ კონკრეტულ ხელობას გადავანაწილებ არა ერთ თვეზე და ორ თვეზე არამედ 6 თვეზე და 7 თვეზე ეს დღეს ქართულ კინოში ცენზურა არსებობს, ანუ პირდაპირ არა, მაგრამ თემები, რომლებიც უკეთესი არ გადაიღო. დღეს ქართულ კინო არსებობს საერთოდ. არ მე მგონი არაფერს არ იღებენ არავინ. ცენზურა რა თქმა უნდა რომ არსებობს. ცენზურა ჩვენ მაგალითი გვაქვს სპექტაკლზე ნანახი მაგალითად რა მოყვა სპექტაკლს, ხო? ცენზურა ეს მეტი რა არის? მოსალოდნელი იყო ეგ შენთვის დათათავაძის სპექტაკლს გულისხმობ. ხო, კი, მოველოდი, მაგრამ ეს არ მგონია რომ ადამიანების ბუნებრივი რეაქცია არის. ეს არის მართული რეაქცია. რომ ადამიანს შეუძლებელია რომ ეს რეაქცია ქონდეს შიშველი მის დანახვაზე, იმიტომ რომ თუ კი რამე ხელოვნება გვაქვს ნანახი რენესანსის დროინდელი ან რა ვიცი ძველი ან რა ვიცი ეს არ უნდა აკვირვებდეს ადამიანს არ მგონია რომელიმე საკვირვებს. ეს არის აბსოლუტურად მართული პროპაგანდით დაქოქილი სიძულვილი და კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამაში იღებენ ხელფასს, გამოვიდნენ და აგრესია გამოხატონ. რომელიც აქვთ ნამდვილად ეს აგრესია, მაგრამ პროფესიად აქვთ ქცეული, რომ ამის გამოხატვაში. მე ვერ წარმოვიდგენდი შენგან პროტესტის ასეთ მუხტს, ხანგრძლივობას, ასეთ ფორმას. წარმოუდგენელია, რასაც თქვენ აკეთებთ. ჯერთ თქვენ რო აპროტესტებთ, სხვებსაც აძლევთ ძალიან დიდ мотивაციას ბრძოლის. რამ განაპირობა ეს ყველაფერი? არც პარტიული არა ვარ, არც განსაკუთრებულად რაღაც ჩამოყალიბებული ის არა მაქვს, რომელი მომწონს, ჩამოყალიბებულად მაქვს, რომელი არ მომწონს. ამიტომ დიდად ამ კუთხით ჩემ აზრს ესე არ ვაფიქსირებდი იქამდე, სანამ არ ისევ არ გაცდა ყველა აი ამ რაღაცა პოლიტიკურს და დღეს ეს იყო 28 ნოემბერი, როცა კოპაკიძე ეს არ იყო 28 ნოემბერი, ეს იყო მე უკვე ვიყავი აქ, მე ჩამოვედი აქ უკვე და მე დაიწყო რუსული კანონი. მეორე ოღონდ პირველზე მე ამერიკაში ვიყავი. და რა თქმა უნდა ეს აქენ არ დაწყებულა, ბევრი სხვა რაღაცა იყო. თუმცა მახსოვს რომ ამერიკაში იყავი და მაგალითად ჩემ გადაცემაში ჩაქრთე ერთხელ, მაშინ გამოხატავდი შენ მაშინაც. არა, ყოველთვის გამოხატავდი პრობლემას, ყოველთვის გამოხატავდი მაშინაც და არ ვიცი, რაც თავი მახსოვს ამას ნამდვილად და კინომოძრაობის ის რო იყო მაშინ კინოცენტრის ბოიკოტში გასვლა, მაგრამ ეს ყველაფერი ეგზისტენციალურ პრობლემად გადაიქცა ჩვენ არსებობაზე გადავიდა და ყველანაირ ჩარჩოების გაცდა ეს. და ეგ როდის მიხვდი მაგას რუსული კანონის დროს? ნელ-ნელ არა, ეს იყო რუსული კანონის დროს უკვე ნათლად ვიყავი, კი, უკვე ნათლად ხედავდი ამას და ბოლო წერტილი იყო უკვე არჩევნები, იმიტომ რომ მე დღესაც რო ვიწყებ 10 თვლას და რო ვიძახით დროს ამასი დღეა ვდგავარ და რაღაცა მე არ დამიწყე 28 ნოემბერს გამოსვლა, მე 26 ოქტომბერს გამოვედი, თუ როცა გამოვედით იმ არჩევნების მერე თესეუსთან უნივერსიტეტთან რო ვიყავით ღამე და იმის მერე ფაქტურად მე სახლში არ შევსულ ვარ, იმიტომ
იმიტომ რომ მან გავაკეთე ანალიზი იმისი, რომ უბრალოდ უკან დასახევი გზა აღარ დაგვიტოვოს, იმიტომ რომ უკან თუ დაიხიე, უკვე ნიშნავს სიკვდილს, როგორც შენ რაღაც ადამიანის და როგორც მოქალაქის მორჩა შენი ხმა ყველაფერს გართმევენ უკვე ხდები ინსტრუმენტი და უკვე აღარ ცხოვრობ, არსებობ უბრალოდ დღიდან დღემდე. ეს კითხვა შენ ყველაზე ნაკლებად გეხება, იმიტომ რომ მე მართლა მახსოვს, რომ ამ დროს დაკავებამდე შენ იყავი სულ პროტესტში, მაგრამ მაინც მინდა კითხო, რომ არა ანდრო ჭიჭინაძის დაკავება იქნებოდა თუ არა ასეთი მძლავრი პროტესტი მსახიობების მონაწილეობით. ამ დროს მეგობრები არიან ამ პროტესტის ავანგარდში. ამ დროს დაჭერას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და ძალიან დიდი გავლენა აქვს, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ მე მაინც მგონია რომ ამ შემთხვევაში მაინც იგივენაირად ვიქნებოდეთ აქტიურები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი რომ აქ ფაქტიურად უკვე გვამთავრებენ როგორც ადამიანად აღარ გვაგრძელებინებენ ცხოვრებას და ამიტომ მგონია რომ მაინც, მაგრამ რა თქმა უნდა რომ ამ დროს დაჭერამ ითამაშა უდიდესი როლი თვითონ მსახიობების ასე ვთქვათ კონსოლიდაციაში ალბათ გაერთიანებაში. თუმცა ეს ახალგაზრდა მსახიობს არ ეხებათ, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემი მეგობრები ძალიან მსახიობები ყოველთვის იყვნენ ფხიზლად და ყოველთვის იყვნენ აქტიურები ამ მიმართულებით. ნამდვილად და ამ გადმოსახედიდან ხო არ ფიქრობ რომ დააგვიანა პროტესტმა? არა. მგონია რომ თავის დროზე ხდება ყველაფერი და თუ მოვინდომებთ და თუ ანალიზს გავაკეთებთ იმისი, რას ვკარგავთ, არ არის გვიან. ტრადიციულად კულტურის წარმომადგენლები ყოველთვის იყვნენ დაახლოებულები ხელისუფლებასთან საქართველოში, პრივილეგირებულები, დაფინანსებულები, თავზე ხელგადასმულები, ასე ვთქვათ, რა აზრის ხარ წინა თაობების, მსახიობების აი ამ სიახლოვეზე ხელისუფლებასთან და ახლა ეს რამ შეცვალა? გაანალიზა, მე მგონი ამ სფერომ რა ფუნქცია უნდა კონდეს ხელოვანს. ხელოვანი უნდა იყოს სარკე იმ ყველაფრისა, რაც მის გარშემო ხდება, შესაბამისად დაახლოება რაღაცა კონკრეტულ ძალაუფლების წარმომადგენლებთან ავტომატურად შენ უკვე რაღაცა გზებს გიკეტავს იმისთვის, რომ იყო ობიექტური და იმისთვის, რომ ყველანაირი სიტუაცია და ემოცია გაითავისო და მოყვე. მე მგონი ამის ანალიზი გავაკეთეთ და მე მგონი გავაკეთეთ იმის ანალიზი, რომ რა დავინახეთ რა სჭირდება რეალურად ძალაუფლებაში მოსულ ადამიანს პირველ რიგში კულტურის დაახლოება. ეს არ არის პირველი ბიზნესმენი, შუა არ გავუკეთებია ეს პირველად. შევარდნაც იგივე საკეთებდა მაგალითად და სააკაშუმო თავისი ცალკე განშტოება შექმნა კიდე ამ ადამიანებს, მაგრამ არ არის ეს ახალი ხრიკი იმისთვის, რომ გასაგებია რატომ მაინც და მაინც კულტურის წარმომადგენლები არიან ხოლმე, როგორც წესი საზოგადოებაში რაღაცა ხშირად ხედავ და მოგწონს და ზოგი ბაძავს და ზოგი რაღაცა და ამიტომ ამ ადამიანების მოსყიდვა პირველ რიგში არის ძალაუფლებაში მოსული ადამიანის დიდი ინტერესი, იმიტომ რომ მე ამით შეუძლია უკვე დანარჩენი ადამიანების მართვა და მე მგონი ეს ხელოვანმა ადამიანებმა ასე თუ ისე უკვე ამის გაითავისეს ეს რისთვის ხდება და მიხვდნენ რომ ხო არაფერს კარგს ეს მათ არ მოუტანს. და კარგ აქვს შიში რომ შენი კარიერა არის ძალიან დიდ საფრთხეში, იმიტომ რომ კინოინდუსტრიაში თავისუფალი ფული ცოტაა. ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული პროექტებში ხელისუფლება აშკარად არ მიაღებინებს ხო მონაწილეობას პროტესტში მყოფ მსახიობებს. ალბათ ამაზე რეკლამებიდან მომივიდა უკვე ინფორმაცია, რომ რაღაც გარკვეულ ფირმებში დაბლოკილი ვარ უკვე როგორც რას გულისხმობ? ნუ აი კატეგორიულად იციან, რომ ეს ვთქვათ ეს რაღაცა კონკრეტული კომპანია ჩემთან თუ რეკლამას აკეთებს, ჩემთან ხაზზე არ უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ მე წარმოვადგენ რაღაცა ოპოზიციურ მას რა ქვია კონკრეტული კომპანიებიდან მოგივიდა ეს გზავნილი? კონკრეტული ადამიანებისგან გავიგე კონკრეტულ კომპანიებს. ეხლა ამას არ ვიტყვი, მაგრამ ნუ ეს არსებობს ეს საფრთხე და ეს რისკი, მაგრამ დღეს არსებობს, რა ვიცი, ბევრად უფრო დიდი საფრთხე არსებობს იმისი, რომ
ცოცხლებმა გავატანოთ, გადავატანოთ და მივახციოთ რაღაც. ხო, აი შენ ხარ, არ ვიცი, ამას ვამბობ ძალიან გულწრფელად, სრულიად გამორჩეული გარეგნობის, ტალანტის ადამიანი, რომელიც ახლა უნდა იყოს დაკავებული და უნდა ბრწყინავდე, ასე ვთქვათ, სცენაზე. ეს დრო ხო მიდის ეკრანზე, შენ არ ხარ ახლა და შენ და შენი კოლეგები ხართ რუსთაველის გამზირზე. ღელავ თუ არა ამ დაკარგულ დროზე? არა. არ ვღელავ, იმიტომ რომ მე მაინც მიმაჩნია, რომ პრიორიტეტი არის ეს, რომ დღეს ჩვენ როგორც საზოგადოება გადავრჩეთ და ჩვენი ქვეყანა წავწიოთ წინ და ცხოვრების ხარისხი გავამჯობესოთ და მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველა დაუბრუნდებით ჩვენს საქმეს და გავაკეთებთ გავაკეთებთ. ბრაზდები რომ არა ვარ, კი მქონია მომენტები, რომ მე ახლა კი მქონია მომენტები ნამდვილად, რომ აბსოლუტურად ჩემო მხოლოდ ენერგიას და რესურსს უნდა ვდებდე იმაში, რაც გამორჩეულად, მაგრამ დღეს პრიორიტეტი არ არის. პრიორიტეტი არის ის, რომ რაც თქვი, რომ სამართალი აღდგეს ქვეყანაში. შენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია წლების შემდეგ რა უნდა თქვენ, რომ ირაკლი კვირიკაძე იყო კარგი მსახიობი თუ კარგი მოქალაქე? არა, უფრო მნიშვნელოვანია? მე უკვე ხვდები ამ კითხვაზე პასუხს. თან რთული შეკითხვა მართლა ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ არ არსებობს ეს პროფესია ქვეყნის გარეშე თუ გამოგაცალეს ფეხქვეშ ქვეყანა, მაშინ ეს პროფესიაც კი არსებობს სადღაც სხვაგან ალბათ და რაღაცა გადარჩები და გაატან თავს, მაგრამ ამის გარეშე ნუ აი წარმოუდგენელია. დაგიკარგავს მეგობრები და ახლობლები პოლიტიკური შეხედულებების. პოლიტიკური შეხედულებების გამო არა. აი ფასეულობების და ღირებულებების გამო დამიკარგავს, კი. ადამიანი რომელიც იძახის მათთან კონტაქტი. ოჯახის წევრთანაც არ შემიძლია ესეთთან კონტაქტი და ამას ვცდილობ რომ მაქსიმალურად ზრდილობიანად, მაგრამ ამას ვაფიქსირებ. ეს პრობლემა ოჯახის წევრებთან. ნუ ნათესავები ხო არ ხო, ყველა ნათესავი ხო არ იქნება რაღაცა მაშინ. ზოგი ისეა, ზოგი სარგებლობს, ზოგი. მტკივნეული არის. საბედნიეროდ ეს ჩემ ახლანცებს არ ეხებათ, ამის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ხო. მეგობრებს ეხება. მეგობრების შემთხვევაში უფრო არის, რომ მე არ ამყავს მეგობრები, რომლებიც ახლო მეგობრები ყოველ შემთხვევაში, რომლებიც რაღაცა პირდაპირ სარგებლობენ აი ამ თქვათ თი რა ქვია, პრივილეგიები. ხო, ამ პარტიასთან რაღაცა პირდაპირ, მაგრამ აქვთ ხოლმე პოზიცია, რომ ეს მე არ მეხება და ესეც ძალიან არანაკლებ მტკივნეული არის. ისეთები არ მყავს, მაგრამ ესეთები, რომ ეს მე არ მეხება და მე ჩემ ცხოვრებას ვაგრძელებ. ეს შეიძლება კიდევ უფრო გამაღიზიანებელი იყოს. ხო, მათთანაც ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად მე არა ვარ მტრული ადამიანი, რომელიც მოგივარდება და იმას გიზამს, მაგრამ ამითი რომ მე არ ვეკონტაქტები, გასაგებია ის, რომ ჩვენი გზები ამ შემთხვევაში გაყოფილია. დედასთან რა ტიპის ურთიერთობა გაქვს? ხო, აი მეგობარია შენი უფრო რაღაც დედაშვილური ურთიერთობა. არა, აი ყველაფერია, მეგობარიც არის, დედაშვილიც, ყველა ძალიან. მე საიდუმლეს? გააჩნია. დიდ ისეთი რაღაცები დავტვირთ თავრაც, დედა თვითონ არ მოუნდება რომ იცოდეს, მაგრამ კი, ძალიან ახლო, ძალიან ლაითი და ესეთი ურთიერთობა გვაქვს. და როგორ აღიქვამს შენს აი ამ პროტესტში შენს მონაწილეობას დედა შენი როგორ აღიქვამს? ჩემიანი აბსოლუტურად. ისიც შენსავით ბრაზდება. კი. შენს თაობას როგორ აღწერდი? ჩემ თაობას აქ მე ვფიქრობ, რომ ამ პროტესტში აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეტანილი, რაც კი შეიძლება რა იყოს, შეიძლება ეს მასიური არ არის ესეთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთან ერთად ვინც დგანან, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი არის ჩემი თაობის და ძალიან ხშირად იყო, რომ რაღაცა ჯენზი რაც გამორჩეულად გამოხატული იყო და რაღაც სადღაც ვფიქრობდი თუნში რომ რა დააშორა მილენიელებმა ზუსტად იგივენაირად მართლა ახლა დღეს ამდენი დღის მერე იქ რომ გაიხედო უმეტესობა არის რა ვიცი ჩემი თაობის ადამიანები და როგორ დავახასიათებდი ძალიან არ მეგონა ამ პროტესტში გავიცანი ეს ადამიანები ესე
ამ ხასიათით ვიცნობდი ყველას, მაგრამ ამ ხასიათით არ ვიცნობდი და ეს პრინციპულობა და ეს სიმართლე რომ შეინარჩუნეს არის ძალიან არ ვიცი. ანუ ყავს ადამიანები, ვისაც იცნობდი მთელი ცხოვრება, მაგრამ ამ პროტესტმა ისინი სულ სხვა ფორმით და გზით დაგანახა. ხო, და სხვანაირად დამაახლო ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ფასეულობები გვაქვს ერთნაირი. და შენი თავიც ხო არ აღმოაჩინე ამ პროტესტში? ჩემი თავიც აღმოაჩინე, კი, იმიტომ რომ მითხარი თავი და რო არ წარმომედგინა, რო აკითხებოდი ამდენი ხანი, მეც არ წარმომედგინა, რომ ამდენი ხანი ვიდგებოდი აქ, იმიტომ რომ მე წესით უნდა წასული ვიყო 1 წლის აქიდან, იმიტომ რომ უციცით, როგორც აქ ცხოვრობ, ისე ცხოვრობ იქაც, მაგრამ ხარ ამერიკის მოქალაქე. ეს რას ნიშნავს შენთვის? ამერიკის მოქალაქე ვარ? რამე პრივილეგიას არა, მაგრამ გამარტივებულ რაღაც გიმარტივებს, ბევრ რაღაცებს გიმარტივებს, თუნდაც პროფესიული მიმართულებით ის, რომ სადღაც რო ჩადიხარ და თქვათ ვიღაცას მოწონხარ ან დაინტერესდება შენით ამ ხო რაღაც პროფესიული მიმართულებით, ეს პრობლემა, რომ თქვათ ვიზა არა მაქვს ან რაღაცა ამ შემთხვევაში არ არის და კარგია ეს. და იქიდან ყურება აქ რაც ხდება იმისა, როგორ ფიქრობ, როგორი, რთულია იქიდან ადამიანს. ძალიან, იმიტომ რომ აქ რო ხარ კიდე მოქმედებ და ამ მოქმედებაში კიდე შეიძლება ეს სიმძაფრე, ესე ანალიზს არ უკეთებ სიტუაციის, იმიტომ რომ შენ თვითონ ხარ მოქმედებაში და იქიდან ვერც ვერ აკეთებ. და ორჯერ უფრო სწორედ ხედავ იქიდან აი ამ სიმძაფრეს ამ კონკრეტული ვითარების თუ გადამეტებულად ხედავ ამას ვერ ხვდები, მაგრამ ორჯერ უფრო მძაფრად ხედავ, ვიდრე ხედავ აი აქ მოქმედებაში. აი სხვათაშორის მინდა ასევე კითხვა ის რადგან თაობებზე ვსაუბრობთ, აი 90-იანი წლების აი საქართველოზე ბევრი ფილმი გაკეთებულა, გადაღებულა, მონაყოლიც გექნება მოსმენილი პერიოდის საქართველოზე, მაშინ შენ სულ პატარა იყავი, მაგრამ აი ამ დედა ჩემი, მამა ჩემი ამას ამ თაობას წარმოადგენენ, ვინც 90-იანებში იყვნენ თინეიჯერები ან პატარები. და ფიქრობ, რომ მენტალურად ეს პერიოდი დაძლეულია დღევანდელი გადმოსახედიდან? როგორც ახლა ხედოთ, არა, არც ისე. მეგონა რომ დაძლეული იყო, მაგრამ თურმე სადღაც მენტალურად მაინც ვართ იქ. არა იმ მასშტაბით, რა მასშტაბიც მაშინ იყო, იმიტომ რომ ნუ ეს რაღაც ხელოვნურად შექმნილია, დღეს ეს არ უნდა იყოს, ეს არის ხელოვნურად შექმნილი, ეს არის პროპაგანდით შექმნილი და მაშინ არ იყო ხელოვნურად შექმნილი, მაშინ ახალი მოპოვებული იყო თქო დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირი იყო ახალი დაშლილი, ქვეყანაში მშილობდა და რაღაცა და აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში დარჩა საქართველო. ხო, ნუ მაშინ თვით გადარჩენისთვის ბრძოლა იყო. ხო, ანუ უფრო გასაგები იყო და დღეს კიდე მსგავსება რო გვაქვს ამასთან უკვე რაღაცა სხვა პრობლემა არის და ეს ხელოვნურად არის შექმნილი. აი ეს ქუჩის აკადემია, კაცმა ქუჩა უნდა იცოდეს, აი ამ ფორმულირებას ეთანხმები? არის კიდევ ასეთი, არ ვიცი, აზროვნება ახალგაზრდა თაობაში? ჩემ გარშემო არა. მე რა თქმა უნდა არ ვთანხმები ამას, მაგრამ ჩემ გარშემო არა. არსებობს, ფაქტი რომ არსებობს. რა თქმა უნდა რომ არ ვთანხმები. ხო, ნუ მაგრამ უცნაური არსებობს რაღაც ძალიან უცნაური ფორმით. აი მაგალითად ახლა მელიქიშვილზე რაც ხედავდით, როცა ქალებს დაესხნენ თავს ეგრეთ წოდებული ეს ტიტუშკები, იმათ რომ კითხო ალბათ მათ ისინი გვიპასუხებდნენ, რომ აი კაცმა ქუჩა უნდა იცოდეს, მაგრამ პოლიციასთან ერთად თან? ხო, ესე ცოდნის ნაწილია? ეს 90-იანებში მე მგონი რომ ეს სირცხვილი იყო. დღეს ეს ჩვეულებრივი რაღაცა გახდა და ქუჩის აკადემია დარჩა, ეს ყველაფერი, ეს არ ვიცი. ეს რამდენად გამოდის ერთმანეთში, რაღაც თანხმედრაში არ არის. და ქალებს დაესხნენ თავს პრაქტიკულად. მე არ აღვიქვა ამ ადამიანებს და ამ პარტიას როგორც მთავრობა. დიდი ხანია მე შევწყვიტე ამ ადამიანების აღქმა როგორც მთავრობა, მე აღვიქვა ამ ადამიანებს. არ ვიცი, საერთოდ ძალიან რთულია რომ ამათ დაარქვა სახელი, მაგრამ ეხლენი არიან ეხლა რომელთაც ძალით აქვთ მიტაცებული, მითვისებული პოზიციები და ძალაუფლება, სასწორზე უდევთ ძალიან დიდი ფული, რომელიც აქვთ მოპარული და ძალიან ბევრი
უკანონო ქმედებები, რომელიც დაჭირდათ ამ ფულის მოპოვებისთვის და ამ ადამიანებს აღვიქვამ ესე, რომ ეს ადამიანები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პასუხი არ აგონ იმ ქმედებებზე, რა ქმედებებიც აქამდე ჩაუდენიათ 13 წლის განმავლობაში და ასევე არ დაკარგონ ის ფული, რომელიც აი ამ ქმედებებით მოიპოვეს. ამიტომ სასწორზე უდევთ ძალიან დიდი რაღაცა და ძალიან ყველაფერს იკადრებენ აბსოლუტურად. ქალის ცემა იქნება ეს თუ ადამიანის მოკლა თუ რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს იკადრებენ იმისთვის, რომ ეს ხელიდან არ გამოგლიჯო, იმიტომ რომ თუ ეს გამოგლიჯე ხელიდან, მაშინ ან ქვეყნიდან გაქცევა უწევთ, ან უწევთ სამუდამო პატიმრობაში წასვლა. რატომ შეარჩია სისტემამ ანდრო ჭიჭინაძე მაინც და მაინც? მე ვფიქრობ ამაზე, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს ადამიანები, მაგრამ როგორც ჩანს, აბსოლუტურად არ ელოდებოდნენ იმას, რაც შეერჩათ ხელში. გარდა იმისა, რომ ესეთი არც ერთი პატიმარი, არც ერთი ასაკის, სქესის, პროფესიის, არც ერთი მათგანი არ გატყდა. ეგეთი რაღაც ამდენი პატიმრიდან ესეთი რაღაცა რომ ასე მტკიცეთ ეს არ ქონათ ამათ გათვალისწინებული ეს ერთი შესაბამისად ეს ადამიანებიც მე მგონია რომ არჩეულები არიან ზუსტად აი ამ თვისებების გამო იმიტომ რომ ამ ადამიანებს მოქონდათ გარკვეული მუხტი და სიმამაცე ანუ მოქმედებდნენ როგორც რაღაცა აი რაღაც energetic ისინი რო არის რა რაღაც დაელაპარაკებს და მეორე რო მას აანალიზებს რა ხდება და რომ მაშვება უცებ ენერგიაზე მოყვება ამ ტალღას. აი მგონია რომ ეს ქონდათ ცოტა ამ ადამიანებს და ამიტომ იყვნენ ეს ადამიანები პირველ რიგში გამოსაგლეჯები და თან დადიხარ ყველა სასამართლო პროცესზე, სულ ხედავთ ხოლმე სასამართლო დარბაზებში, სხვადასხვა პოლიტპატიმრების და სინდისის ტყვეების პროცესზე. რას ხედავ ძირითადად იქ და ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს? იმიტომ რომ არიან მოსამართლე, არის სრულმეცნიერული რამდენად აბსურდული მდგომარეობა არის და რამდენად დაუკარგეს საერთოდ ფასი იურისტის პროფესიას მოსამართლის ფუნქცია და პროკურორების ფუნქცია, იმიტომ რომ აი მართლა გეუბნებით, აი როგორი ისინი მაქვს მოსმენელი თუნდაც ჩვენი მხრიდან იურისტების მხრიდან, აი როგორი 100%-იანი არგუმენტები ყველანაირად რომ მარტო ეჭვსაც რო ვერ შეიტან და აი როგორ გააუფესურეს, რომ ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს უკვე მიღებული აქვს ბრძანება და მიღებული აქვს გადაწყვეტილება და აბსოლუტურად არაფერს არ აქვს იქ მნიშვნელობა. რაც არ უნდა უთხრას პროკურორი, როგორც არ უნდა გაანადგუროს მოსამართლე დგება და იძახის, რომ ეს ადამიანები მიდიან ამდენი და ამდენი ხნით ციხეში. საშინელება. ეს არის აი ცირკს უყურებ, რაღაცა აბსურდს უყურებ და ხარ ვერც ვერ შვები. ამას გავლენა ექნება ჩვენზე. გამარჯვების შემთხვევაშიც კი ეს დატოვებს რაიმე კვალს, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით ღალატის ქრონიკას. ჩვენ ასე სანახაობა მოაწყვეს ტყუილის, ფარისევლობის, უსამართლობის და ამ ყველაფრის მაყურებელი გაგვხადეს. ეს იმოქმედებს ჩვენზე? აი ამათ თუ არ იმოქმედა, არ ვიცი. ეს იმოქმედებს ისე რომ უნდა ვიცოდეთ რომ ამასთან რაღაც მიახლოებით მისვლაც აღარ შეიძლება. არაფერი მსგავსი საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს თუ გინდა რომ ქვეყანა გამართა. აი ეს რამე რომ მომაგონოს ეს პერიოდი შემდეგ იმაზე. შემდეგ ძალოფლებაში მოსულ ადამიანებს. მე პირობას ვიძლევი რომ გავალ ისევ ქუჩაში და ისევ გავაპროტესტებ, იმიტომ რომ რამე არ ვიცი ამასთან რამე მსგავსება რო კონდეს, რასაც გავდივართ დღეს, პირდაპირ უნდა ვიცოდეთ ყველამ რა მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ, როგორც მოქალაქეებს. და თან გაქვს განცდა, რომ აი როგორ გამომეპარა ამდენი მოღალატე, არ ვიცი, ეს სიტყვა შეიძლება არ გამოგპარვია. ჩვენი პრობლემა ისე რომ ყოველთვის ვიცოდეთ რომ არსებობდნენ და ყოველთვის თანაცხოვრებას ვახერხებდით ამ ადამიანებთან და თვალის დახუჭვას იმაზე რომ ისინი იყვნენ მოღალატეები. დღესაც დგას ეს პრობლემა. გალანძღავს Facebook-ზე და მე სადღაც რო შეხვდება, შემოახტება კისერზე. ეს არის პრობლემა. პრობლემა არის ის რომ მოღალატეს შენ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში შენ ვერაფერს ვერ იზამ, შენ ვერ დააპორკილებს და ვერ წაიყვანეს კანონმა უნდა აკონტროლოს, მაგრამ მინიმუმ სადღაც რო ზიხარ და შემოხო, მინიმუმ დააგრძნობინო, რომ შენთვის არის მიუღებელი. აი ეს ქართველებს გვეშლება და ამიტომ მოვიდა აქამდე, რომ დღეს ვიღაცას, რომელიც ღალატზე აქვს ხელი მოწერილი, კიდე შეუძლია რომ დაგიდგეს და
რაღაცა მორალური პედესტალიდან გელაპარაკოს. აი ეს პრობლემა გვაქვს დაშვებული და ეს არ გამოგვპარვია ეს ამას ჩვენ რაღაცნაირად შენ თავთან იმაშვები რომ მე ხო არ ვიქნები უზრდელი და მე ხო არ ვიქნები ის და აი ამითი ამართლებ იმას რომ ამ ადამიანებთან იყავი ჩვეულებრივ კომუნიკაციაში. და 20 წლის შემდეგ მაგალითად როგორ მოუყვებოდი შენს შვილებს ამ ისტორიას ამაზე გიფიქრია? დისკოციანობას როგორ მოუყვებოდი ჩემ შვილებს? აი როგორც 90-იანი წლების ამბებს ყვებოდნენ შენი მშობლები? არ ვიცი როგორ გავიხსენებ, იმიტომ რომ ჯერ უნდა ვნახოთ ეს როგორ დამთავრდება. როგორც დამთავრდება, ისე გავიხსენებ, მაგრამ ეს პერიოდი შეუძლებელია რომ გაგახსენდეს კარგად, მაგრამ აქვს რაღაცა ყველაფერში რაღაცა შეგიძლია კარგიც დაინახო და მე მაგალითად ხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც შევიძინე და იმ ფასეულობებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად სადღაც იყო ჩვენში, მაგრამ აქ მოგვიწია აი ამის რაღაცა წამოწევა წინ და უფრო მკაფიოდ დავინახეთ ჩვენი როლები და ეს და მეგობრობა არის შესაძლებელი ახალგაცნობილ ადამიანთან რუსთაველის გამზერზე შეგიძენია მეგობრები? კი. ესენი ხო ვისთან ყველა რუსთაველში შეძენილი არის. ეს ვიცნობდი ამ ადამიანებს, მაგრამ ვიცნობდი აი როგორც რაღაცა გამარჯობა, რაღაც ვიცი რომ არის წარმოადგენს ამას არის აქ აი ეს მაგრამ ეს შიგნიდან ესე ახლოს გავიცანი რუსთაველზე და ეხლა დღეს რეალურად სხვა ადამიანებთან კონტაქტი არც მაქვს. ხო და რა ვიცი, საბოლოოდ რა შეიძლება თქვა, ჩემ შულს მოუყვები ამ ამბავს, როგორც ეს არის ალბათ პირველ რიგში მენტალური ბრძოლა. დღეს მივედით იქამდე, რომ ჩვენ რეალურად უკვე აქ არის უკვე ფასეულობათა შორის დაპირისპირება, აქ აღარ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის მთლიანად დღეს გავიაზრეთ კარგად აი ამ პროტესტში მე თვითონაც გავიაზრე, რას ვერჩი მე რაღაცას მე ვებრძვი ფასეულობებს და მენტალობებს. ეს არის რეალურად აი ამ ბრძოლის მთავარი არსი. რომ ჩვენ აღარ დავბრუნდეთ მენტალურად და ჩვენი ფასეულობები არ იყოს ტყუილზე აგებული და ეს არის მთავარი ჩემი ბრძოლის მიზანი. რა არის ამ პროტესტის ძლიერი მხარე, რაც მაინც გაფიქრებინებს, რომ ეს ისტორია დასრულდება ხალხის გამარჯვებით? აი ეს მოქალაქეების შეუგუებლობა ამდენ ხნიანი, შეუპოვრობა ყველაფრის გარისკვა და ყველაფრის სასწორზე დადება. მოქალაქეების პოზიცია ამ შემთხვევაში არის გადამწყვეტი, ბევრად უფრო ძლიერიც, იმიტომ რომ ისინი იბრძვიან სიცოცხლისთვის და იბრძვიან სიმართლისთვის და დანარჩენი რაღაცები ვერ იქნება ეგეთ ძლიერი. ყველაზე მეტად რა გენატრება ირაკლი? ანუ რაღაცა ორი ცხოვრება არის, რაც ადრე გქონდა და რაც ახლა არის. ასე აღიქვამ რეალურად. ყველაზე მეტად მენატრება დროის გატარება სინანულის გარეშე. თავისუფლად რო ხარ. და სილაღე რო გაქვს. იმიტომ რომ დღეს აღარა გვაქვს. არ არსებობს დღეს. კი, გავსულ ვარ სადღაც გასართობად და რაღაცა, მაგრამ არ გტოვებს შეგრძნება, რომ არასწორად დეპრესიურს რაღაცაში სხვაში არ ჩასადები. ანუ გაქვს ეს განცდა, რომ რაღაცას როცა შენს თავს უთმობ დროს, ბანაშაულის განცდა გაქვს? ამ დროს გამო თუ? არა, მარტო ამ დროს გამო, მდგომარეობის გამო. არ მინდა რომ რომელიმე დღე ისე ჩაიაროს, რომ მე გაანალიზებული არ მქონდეს და ნაფიქრი ამ ადამიანებზე, ვინც ზიანციხეში და მე ეს უკვე ეს წარმართავს დანარჩენ დღეს და შესაბამისად სადღაც სხვაგანაც რომ მიდიხარ, ტვენიდან არ გტოვებს მაინც და ამიტომ ვერ ირგებ იმ რაღაცა გართობა იქნება ეს თუ მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი რომ ჩაივლის რაღაცა 10 მაგათ და 100 მაგათ უნდა აინაზღაუროთ. იმედია ხო, არა, დავიბრუნებ თავისუფლად. აუცილებლად უნდა დაიბრუნოთ მართლა. კი, დავიბრუნებ თავისუფლად, თავარია. იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან ნერვების მომშლელია მართალი რომ გითხრა. და სულ ვფიქრობ აი ამ დაკარგულ რაღაცა ვაძალებთ თავს რომ ეს შევინარჩუნოთ და რაღაცნაირად მაინც
ხო, თუმცა ესეც საჭიროა და უნდა სადღაც უნდა რაღაცა მოახერხო მართლა ის, რომ მოეშვა მწვანეად მართლა შეიშლები, ამიტომ ამასაც ვაძალებთ. და კარგულ დროზე რო ვფიქრობთ, მე აქაც პატიმრები მოდის პირველ რიგში თავში, რომ მაგათ რაღაცა უნდა თქვა, მაგათი დაკარგული დრო არის მართლაც ის დრო, რომელსაც თან ციხის საკანში ატარებენ. და სხვათა შორის მე ვკითხე რატომ ანდრო ჭიჭინაძე, იმიტომ რომ არ ჩადენილი დანაშაულები ყველას გვაქვს ჩვენ ბიოგრაფიაში, ისევე როგორც ანდროს და მაინც ეს რაღაც შემთხვევითობის პრინციპით დაკავებული ადამიანები მივიღეთ. ხო, შემთხვევითი კიდე ერთხელ ვიძახი, რომ არ მგონია ფუნქციურად არის ანდრო არჩეული, ანდრო როგორც სიმბოლო, აი ამ რაღაცა გამორჩეულად დასაჯეს, იმიტომ რომ თუ ანდროს ეს დაემართებოდა, შესაბამისად სხვა ადამიანებს, რომელსაც თქვათ არ აქვთ იგივე აფიქრობენ, რომ არიან იგივე პრივილეგიების მატარებლები, ან იგივე გავლენა, ან იგივე ცნობადი ხო, რაღაცა ეს იმ ადამიანებში გაჩნდეს ბევრად უფრო დიდი შიში. ანდრო ამ პრინციპითაც იყო არჩეული და კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ იმ მუხტის გამო, რა მუხტსაც ატარებს, რა ნდობასაც იმსახურებს, რომ გამოდის რა სიამოვნებასაც იღებ, ხო, ადამიანი მისი რაღაცა სიმართლით და ამიტომ რაღაცა ესე იყო არჩეული, რომ აი ეს იმედის სიმბოლო ყველა ადამიანი მზიაც, ანდროც, ირაკლი მიმინაშვილიც, ყველა პატიმარი, ყველას რო უყურებ, რაღაცა იმედს ატარებენ, რომ ხედავ მათ სახეებს, ხო, იმედი ეს იმედი ამის მოსპობის მცდელობა იყო ქართული ოცნების მხრიდან, რომ ეს იმედი ჩაეკლა ჩვენთვის, რომ მე უკვე რაღაცა ორიენტაცია დაკარგული მარტივად იყო შენ თვითონაც უკვე გადასაგდები და გადამოსაგდები საერთოდ დაჭირდება თვითონ. არ გიყვარს დიდად ინტერვიუები, ასევე. რატო? არ გძნობ თავს კომფორტულად? კომფორტულად არ გძნობ და დიდად სიამოვნებას არ მანიჭებს ჩემზე ბევრის ლაპარაკი და ბევრის გამოტანა. თუმცა ყველაზე ნაკლებს საუბრობ მინდა გითხრა საკუთარ თავზე. სერიალზეც მინდა გითხრა აუცილებლად. რა მოგცა შენ ამ სერიალმა? ამ სერიალის გამო ხარ სუპერ პოპულარული ჯენზის თაობაში. ჩემი შვილიც დამეთანხმება, რომელიც პირველად გამომყვა დღეს გადაღებაზე, იმიტომ რომ ენახა ირაკლი. რა მოგცა ამ სერიალმა? აი ეს მომცა, აი ამ თაობის რაღაცა სიყვარული, იმიტომ რომ გამოდურ ძირითადად ისწორდება. კი, ძალიან კაი სანახავია რა ეს ესენი რო არის, ძალიან საყვარლები რო არის, ბავშვები რო არის და ეს ის რო შენ მიმართ ძალიან სასიამოვნო არის მართლა. და მომიტანა ძალიან კარგი ადამიანები და მათ შორის ანდრო მე ვიცოდი როგორც ანდრო, მაგრამ რეალურად თვალებად ნიშნებს გადასაღები მოედანზე გავიცანი ანდრო როგორც ანდრო. და როგორც კოლეგა როგორია მასთან არ ვიცი. ზღავიცი, ისეთი კაი დრო გვაქვს გატარებული, რომ ამ პერიოდში, ამ გადასაღებ პერიოდში და ერთ-ერთი გქონდა გუდაურში და რაღაცა ანდრო სრიალებს კარგად და მეც ბავშვობიდან ეგ რაღაც დანარჩენ მეგობრებს ვასწავლიდით თხილამურებს ძალიან კარგი ჩამოგვიყალიბდა ამ პერიოდში მართლა რაღაცა სურვილს აჩენს ეს ადამიანი, რომ ემეგობროდა და იყოს გვერდით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძალიან ღირსეული თვისებების მატარებელი არის და აი ეს მომიტანა ამ სერიალმა და ეს კოლეგები ნია რომელიც ჩემთან ერთად არის 24/7-ზე და აქციებზე და ყველგან და ყველა ეს ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან კარგი ადამიანები და მართლა მაიმედებენ, აი სულ ფიქრობ ხოლმე ხნია არის 21 წლის და ვფიქრობ 21 წლის რომ მე აი ამ სიტუაციაში ყოფილიყავი, მე მექნებოდა იგივე უნარი იმისი, რომ აი ეს ახლა დღეს გასაგებია 12 წლისა ვარ და დღეს შეიძლება გაანალიზებული უფრო მეტად მაქვს და უფრო მეტად ვაცნობიერებ რა მომეთხოვება, მაგრამ 21 წლის ასაკში აი ამის ის რო გააქვს ხო, რასაც ნია აკეთებს, ჯერ თუნდაც უნივერსიტეტის ამბობენ დავიწყოთ რამდენი ხანი ათენებდნენ იქ შიგნით თეატრალურ უნივერსიტეტში და დღემდე ხო, არც ერთი დღე არ გამოუტოვებია ფაქტიურად პროტესტის. აი ეს შემეძლებოდა თუ არა მე მაგასაკში და მე დაცავარებდოდ არ მექნებოდა. შენ გქონია, რომ აი ვთქვათ, არ ვიცი, წლების წინ ნათამაშებ როლს სხვანაირად ითამაშებდი. მე არ წარმომიდგენია ეგ, მაგრამ გააქვს ეს
მომენტი, რომ აი ამას სხვანაირად ვიზამდი. მაგრამ ეს ჩანს კი იზრდება ადამიანი პროფესიულად. მძევლებს თუ გულისხმობ, მძევლებს შემთხვევაში არა, მაგრამ რაღაც ფილმებზე მაქვს კი. რაღაც სხვა. მგონია რომ სადღაც კატასტროფული შეცდომა მაქვს დაშვებული და აბსოლუტურად სხვა რაღაცა უნდა გამეკეთებინა, კი. მართლა? კი. თვითკრიტიკული ხარ ისე? საკმაოდ. შენი თავის ყურება მოგწონს როგორც მომწონს და არც მაწუხებს. დარბაზში ზიხარ, ბერხალთან ერთად და უყურებ დიდ ეკრანზე ირაკლი კვირიკაძეს. არ მიყვარს. რატო? მიჩვენია რომ თუ უყურებ, მე ჩემ ნათამაშებს უყურებ მარტო რომ არ ფიქრობდი კიდე იმას სხვაზე როგორ იმოქმედა და მე თვითონ შეიძლება ეგეც მქონდეს და გარდა ამისა გაანალიზებაც მინდა ხოლმე რაღაც ის რასაც ვაკეთებ და ხელი მეშლება თუ სხვაზე ვფიქრობ, სხვა როგორ აღმიქოს, ეხლა მე და ამიტომ არ მომწონს სხვებთან დატყურება, თუ უყურებ მიჩვენია. მაგრამ გიწევს ხოლმე პრემიერების დროს არა? როცა პრემიერა არის დიდ დარბაზში, ხედან ადამიანები, შენც ხარ დარბაზში, დიდ ეკრანზე არ მახსენდება ფილმი, რომელიც პრემიერაზეც დავსწრები ვარ, იცი? არც მძევლებს არ დავსწრები ვარ, არც იმას არ დავსწრები ვარ, სადაც ენტონი ჰოპკინსთან თვითამაშე. Netflix-ისაც დავესწარი დახრულ ჩვენებაზე, მაგრამ იქ არ ნერვიულობდი, იმიტომ რომ ჩანვარ წამით და ცვალებად ნიშნებს დავსწრები ვარ. მაგრამ აი ესე იმ როლებზე რომელზეც ვნერვიულობ და რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო, იმის პრემიერებს დასწრებული არა ვარ. და ეს პარტნიორს აქვს მნიშვნელობა. ძალიან დიდი. ყოფილა ხა კი მითხრა ვინ ყოფილა შემთხვევა რომ იმდენად ცუდი პარტნიორი ყავდა, რომ აი შენ შეგეშალა ხელი თამაშში. კი. აუ რა ცუდია ალბათ არა. ძიმეა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე საყურებელი, ის რომ თვითონ ხვდება ის რომ რაღაცას არ აკეთებს ისე როგორც უნდა აკეთებდეს და განიცდის. თუ ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილება შეეგრე იყო და ამიტომ გჭირდება იმის იმიტომ რომ უნიჭო არის თუ იმიტომ რომ ეს არ არის როლი? აუცილებლად უნიჭო, იმიტომ რომ შეიძლება ამოცანა არ აქვს სწორედ დასმული რეჟისორისგან და კონტექსტს ვერ ხვდებოდეს რა არის. რეჟისორი ყოფილა უნიჭო. ისა ძალიან ხშირად არის რომ ეგეთ რაღაცებშიც მსახიობი ვერ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას, ძალიან ხშირად არის რომ 50% არის რეჟისორის ბრალი, იმიტომ რომ თუ არ შეუქმნი არ შეუქმნი გარემოს, რაშიც უნდა იარსებოს და დამაჯერებელი არ არის მისთვის და ამოცანას ვერ აძლევ რა უნდა გააკეთოს. გამოუცდელი მსახიობი მით უმეტეს არ მაქვს ლაპარაკი უკვე ისეთ მსახიობებზე, ის გადაირჩენს თავს, მაგრამ გამოუცდელი მსახიობი, რომელიც პასუხისმგებლობას შენ იღებ და პირველად მოგყავს გადასაღებ მოედანზე, ან თუნდაც მეორედ. იქ ეს პასუხისმგებლობაც გაკისრია, რომ გაარკვიო რაღაცეებში. და ხშირად გქონია, რომ აი უყურებ ფილმს და ფიქრობ, რომ მთავარი როლი არასწორმა მსახიობმა მიიღო. გქონია ეს შემთხვევა. კი. ძალიან ხშირად, მაგრამ გქონია. აქ უნდა ცოტა დაგქრინჯო. განსაკუთრებული გარეგნობა გაქვს მართლა. მე მგონია, რომ ყველაზე სიმპათიური ბიჭი ხარ თბილისში. ესე შენ როგორ აღიქვამ შენ თავს ძალიან მაინტერესებს. ესე არ აღიქვამ ხა მე რომ რაღაცა რა თქმა უნდა. მე ვარ რაც ვარ. არა, მაგას კი არ ვიზახი, ანუ რაღაცა ისინი არა მაქვს, რომ ან ლამაზი ვარ, ან ნიჭიერი ვარ, ან რაღაცა ხა ყოველდღიურობაში ვარსებობ და შესაბამისად რა ჩარჩოებში მოგწევა ჩემი თავს, მე თვითონ არ შემიძლია, იმიტომ რომ ყველანაირი ვარ დღის და თავს უვლი ხოლმე, აი მაგალითად რო არიან, რომ რაღაც განსაკუთრებული თავის მოვლის საშუალებებს ეკანებ. გარდა იმისა, რომ ვცდილობ რომ თქვა რაღაცა უკულტურო იმაში არ გადამივიდეს, ან ჭამა, ან სმა, მაინც სუფთად მიყვარს სმა. მართლა? კი. აი ესე ილეწები ხოლმე თუ როგორ? ხან როგორ. და ისა რა ქვია, ანუ პუტკუნა ირაკლი კვირიკაძე მე არ მაქვს. თინეიჯერობაში. მართლა? კი. მე რა მაჩვენა შენი ფოტოები. აღარა მაქვს ეგენი მე მგონი, მაგრამ მე არც მქონია არასდროს, ну სადაც ალაგ-ალაგ იმეში ვარჯიში და ვცდილობ რომ ვივარჯიშო. არის მაგ ჩაგდებები სამწუხაროდ, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ
შევინარჩუნო. ეს გამოგვიგზავნა შენთვის საჩუქარი. ისეთ თემებს შევეხეთ უკვე, რომ თავის მოვლასთან დაკავშირებით, რომ თავის მოვლასთან დაკავშირებით დავიბანო მინიმუმ. ჩვენი საყვარელი PSP აქვე მოდი ვნახავ. უნდა გახსნა? აბა, უნდა გავხსნა. შენ გახსნა ჯობია, ვიდრე მე გავხსნა. I receive for men. ძალიან საინტერესო ჩანთით. ეს არის შვედური ბრენდი PSP-სგან, რესიპის მამაკაცის თავის მოვლის საშუალებები, სადაც ხედავ დამატენიანებელ კრემს, ხედავ შამპუნებს და სხვათა შორის ვეგანურია. და ყოველთვის ყველაფერს რასაც PSP გვიგზავნის, რომელიც ძალიან მიყვარს, PSP მიყვარს კიდე სხვა რაღაცების გამო და დარწმუნებული ვარ აქ მეთანხმები. ყოველთვის ყველაფერს რასაც გვიგზავნის, მიხარია და მომწონს ის რომ თამამად ვჩუქნი ხოლმე ჩვენი გადაცემის სტუმრებს, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული პროდუქტის ხარისხში. ასე რომ აი ეს საინტერესო საჩუქარი გამოგვიგზავნა შენთვის PSP-მ, რომლის სარეკლამო რგოლში შენ გაიბრწყინე და აი იცი რა არის სხვათა შორის ძალიან ბევრს ნიშნავს როდესაც ჩვენს დროში, იმ დროში რაში ჩვენ ვართ, კომპანია ასეთი თამამი განაცხადით შემოდის. ნამდვილად მე ესე არ ვიცნობდი მე არც მათ რაღაცა პოზიციას, ანუ არ ვადევნებდი ყოველ შემთხვევაში თვალს, ესე რაღაცა ის არ მქონდა და რაზეც წამოვიდნენ ამ რეკლამით არის მართლა ძალიან დასაფასებელი. და მეგი კობალაძე, რომელიც არაჩვეულებრივი არის ამ რეკლამაში და სულ რომ ვამბობთ, რომ აი რეკლამა არის ის, სადაც თამაში მსახიობებს დიდად არ უყვართ, ეს ის შემთხვევა არ არის. არა, ხო, იმიტომ რომ ამას ხო რაღაცა სხვა შინაარსი აქვს ამ რეკლამას და ასე რომ ძალიან დიდი მადლობა PSP-ს. დილას დგები, ფიქრობ, რომ ახლა მთებს გადაატრიალებ, მაგრამ ზუსტად 2 საათის შემდეგ ეძებ ხან სკამს რო დაჯდე, საწოლს რო დაწვე, რაცაც უნდა მიეყუდო, რო არ წაიქცე. ბევრია ასე ჩემსავით, როცა დილიდანვე ხარ უენერგიოდ, დაღლილი, ავაც რო არ გშველის. სხვათა შორის ძილიც არ გშველის. სწორედ ამ დროს იგზავნიან აი ამ ყუთს. აი ასე ჩდება ჩემს ცხოვრებაში ultra boost-ი 4G კოფეინით. ოცი ჯადოსნური შუშხუნა აბია შიგნით. Forte Pharma-ს საოცარი ტაბლეტები ჯადოსნური ეფექტით. რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სჭირდება ენერგიის სწრაფი მატება, კონცენტრაციის გაუმჯობესება, სწავლის დროს, მუშაობის დროს, სპორტული აქტივობის დროს, ენერგიის გაზრდა სწრაფად და ეფექტურად. ერთი ცალი ტაბლეტი ხელს უწყობს ენერგიის, პროდუქტიულობის ზრდას მთელი დღის განმავლობაში. იცით რა არის ლიოფილიზაცია? ლიოფილიზაციით დამუშავებული ფუტკრის რძე. აი თუ გინდათ გაიგოთ ეს რას ნიშნავს? ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება. მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ამინობჯავებით და ანტიოქსიდანტებით. ლიოფილიზებული ფუტკრის რძე ასევე ეხმარება იმუნურ სისტემას, ენერგიის ზრდას, დაღლილობის შემცირებას. ეფექტურია გონებრივი და ფიზიკური გადაღლის დროსაც. შეიცავს ჯანჯაფილ, შენშენი, სამხრეთ ამერიკული მცენარე გუარანა. მდიდარია ბუნებრივი კოფეინით. აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას, აჩქარებს მეტაბოლიზმს. ძალიან კაია, ამცირებს დაღლილობას. აცეროლა, რომელიც ცნობილია C ვიტამინის მაღალი კონცენტრაციით, ბეტა-კაროტონი, ფლავონოიდი, ვიტამინი B1, B2 და პrovიტამინი A. ყველაფერი აი ამ ერთ ჭიქაშია. მხოლოდ ერთი აბი გვჭირდება დილაობით. ღამე არ დალიოთ. უნდა ჩაიტაროთ 20 დღიანი კურსი. 20 აბია. ლოგიკურია. დიდი მადლობა PSP-ს. რომ დღეს დიდეთ ეს გამომიგზავნა. მადლობა Forte Pharma-ს ლაბორატორიას. 25 წელია ფიქრობენ ჩვენზე, რომ შექმნან პროდუქტები, რომელიც ხას უწყობს ჩვენს ჯანმრთელობას. გაგიმარჯოთ. ყველაზე კარგი ქართველი მსახიობი. შეშლია დავაიშ. როგორ ხედავ შენს მომავალს 20 წლის შემდეგ? კარგად.
რომელი ქართველი მსახიობი დაამშვენებდა დღეს ჰოლივუდს? პირველი ვინც გახსენდება? ანდრო ჯიჯინაძე. ყველაფერი გააკეთა სხვათა შორის ქართულმა ოცნებამ, რომ ეს მოხდეს. ველოდები ამ მომენტს. ყველაზე უცნაური შეთავაზება, რაც მიგიღია. ვერ ვიტყვი. აუ, როგორ მაინტერესებს. მაგას მაინც მოგაყოლინებ. კამერის მიღმა. ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში, რომელიც გინახავს? მექსიკო სიტი. მეხიკო. საუკეთესო ფილმი, რაც ოდესმე გინახავს? ძალიან ძნელი არის. ჩემს საყვარელ ფილმს ვიტყვი მაშინ. და არის Pulp Fiction ტარანტინოს. აჰა. ტატუ რომლის გაკეთებაზეც ფიქრობ? არ ფიქრობ. რაც მაქვს ეგეც აღარ მინდა. რა გაქვს? სამი ტატუ მაქვს. მაჩვენებო. ორი მაქვს აქ და ერთი მაქვს აქ. მაგრამ ადრეულ ასაკში გაიკეთე? ამიტომ ტატუ უნდა გაიკეთო 40 რო გადაცდები მერე. გეჩაილი. რაზე ოცნებობს ირაკლი კვირიკაძე? დღეს ერთი ოცნება მაქვს მარტო. დაახლოებით ხვდები რა ოცნება შეიძლება ეს იყოს. აჰა. შენს პირად ცხოვრებაში ხდება რამე საინტერესო? ჩემ პირად ცხოვრებაში სულ საინტერესო რაღაცები ხდება, მაგრამ რომანტიკული კუთხით თუ მეუბნები არა, იმიტომ რომ არ მცალია ამისთვის. გოგოებო გესმით ალბათ ხო? იმ ირაკლის პირად ცხოვრებაში არაფერი საინტერესო არ ხდება, მაგრამ თან არ მცალიაო ამბობს. კონცენტრირებული არ ახარ ამაზე ხო? ყოველდღიურად რო ხარ კონცენტრირებული იმაზე, რომ გადარჩე რაღაცას, არ ახარ open. გახსნილი არ ახარ ამისთვის. ალბათ არ იზიდავ და არ გაცემ ამ ენერგიას იმ კონკრეტულ მომენტში, იმიტომ რომ კონცენტრირებული ხარ აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე და ნორმალურიც მგონია ეს. არა, ეს არ არის ნორმალური. ამ პროტესტმა ყველაფერი წაიღო. ხო. გამოშიგნა. არა, მე ესე თქვენ ნორმალურია თქმები გულისხმე ის რომ რაღაცაზე როცა ძალიან ხარ კონცენტრირებული ის რომ არ გრჩებოდეს თქვა მორეზე ეს ვიგულისხმე თორე რაც ჩვენ თავს ხდება ეს რომ ნორმალური არ არის ეს რა თქმა უნდა. მაგრამ ხო ესე ვართ. ძირითადად ყველა ესე ვართ რომ იმდენად მოცულები ვართ ამითი რომ ამ მომენტში ხო რაღაც ყველას ფიქრი ის არის მოდი ხა ეს რაღაცნაირად მიმოყვანინა ბოლომდე და მე რაღაცა იქნება. აქაც ეს არის. პრიორიტეტი ეს არის. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, რომ იყავი ჩვენი გადაცემის სტუმარი და ამ პოდკასტის სტუმარი და ბევრი საინტერესო და სევდიანი რამე ითქვა დღეს და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ მაინც რაღაცნაირად ოპტიმიზმი არ მტოვებს არასდროს. შენ ოპტიმისტი ხარ ისე? კი. ოღონდ თავარი ინფანტილიზმში არ გადავიდეს ეს. ხო, რეალისტი ვარ, მაგრამ უფრო მაინც მგონია ხოლმე რომ რაღაცისთვის ისუსაც იბრძოლე პოზიტიური დასასრული შეიძლება რომ გქონდეს. მადლობა მინდა გითხრა ამ ბრძოლისთვის და იმისთვის სულ გახარ რუსთაველის გამზირზე და როდესაც მივდივარ სასამართლო პროცესებზე, ხან როგორც ჟურნალისტი, ხან როგორც მოქალაქე, სულ არის ირაკლი დარბაზში. ნამდვილად ანდროს მეგობრებს პირველ რიგში სხვა პატიმრები ახსოვთ, სინდისის ტყვეები, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, აი სოლიდარობა, რომელიც ყველა პატიმრის მიმართ აქვს თქვენს წრეს, იგრძნობა. არა, ყველა უნდა განთავისუფლდეს და თავარი ის არის, რომ დანარჩენი სინდის პატიმრებიც გამოვიდნენ. ჩვენთან არის ენახობაძე მაგალითად ნიკაკაცია, ისინიც როგორ არ ჩერდებიან და ბოლომდე იბრძვიან, დანარჩენი არ არის რომ მე გამოვედი და მორჩა ჩემი ბრძოლა დამთავრდა, ეხლა შევირგებ მას თავისუფლებას. აგრძელებენ ყოველდღე რუსთაველზე ყოფნას, აგრძელებენ აქტიურობას და იბრძვიან იქამდე სანამ ყველა მათგანი არ იქნება თავისუფალი და ჩვენ მით უმეტეს უნდა ვიყოთ არა გვაქვს დანებების უფლება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ირაკლის საქმობრძანებისთვის. ირაკლი კვირიკაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. იმედია საინტერესო იყო ეს საუბარი თქვენთვის და ისევ უნდა გთხოვოთ რომ მიაქტიუროთ, დაგვიკომენტაროთ, დაგვალაიქოთ, გამოგვიწეროთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი არხისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე.